მე ვარ ანდრია ბოლქვაძე 7 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. ასეთ კარგი ნახატებს არ ვხატავდი, უბრალოდ ვჭყაპდიდი. ახლა უკვე ბევრი რამის ხატვა ვისწავლე. მაგალითად პორტრეტის და ნატურმორტის. ყველაზე ძნელი დასახადია პორტრეტი. იმიტომ რომ ადამიანს აქვს თავი, პირი და ასე შემდეგ და ძალიან რთულია ამის წარმოდგენა და დახატვა. ყველაზე ადვილია პეიზაჟის დახატვა. ჩემთვის კომფორტულია ფანქრებით და ფლომასტერებით ხატვა. იმიტომ არ ვხატავ საღებავებით, რომ ჩემი ძმა სულ მიფუჭებს და ყველაფერს დამითხაპნის. ჩემს ნახატებს ვინახავ სახატავ რეულში. იმიტომ ვინახავ, რომ შევინახო და რომ გავიზრდები ჩემი ნახატები დავათვალიერო. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ წითელი არის გოგოების ფერი და ლურჯი ბიჭების. წითელი იმიტომ არის გოგოების ფერი, რომ ძალიან მოწონდათ და ბიჭებმა დაუთმეთ. როდესაც ვხატავდი სკოლაში უცნაურ ცხოველებს, იქ დავაწერე ამ ნახატის ფასი და მასწავლებელს ვაჩვენე და ჯერ არ გამიყიდია. რა ღირსა $10,500. სალვადორ დალის ნახატები თუ გაიყიდა, ჩემი ვერ გაიყიდება. ჩემი საყვარელი მხატვარია სალვადორ დალი. მე შემიძლია დავხატო 20-ლარიანი ნახატებიც. ფული როცა მაქვს, ძირითადად ვხარჯავ სახატავ საშუალებებში და ტკბილეულებში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ლოლიპოპი. საყვარელი საჭმელია მწვადი. ორჯერ მოვაწყე გამოფენა და ჩემ ოჯახს ვაჩვენეთ. მე და დაიკომ ჩვენი ნახატები. ამ გამოფენას ესწრებოდნენ ჩემი ბებია, ჩემი ბაბუა, ჩემი მამიკო, ჩემი ძმა და ჩემი დედიკო. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ჩემ კლასელ ანა კამკიას. მეც ძალიან მიყვარს სათრუქრებს რომ ჩუქნიან. ამ ბოლო დროს როცა ავედი სოფელში, ბებიამ გვიყიდა ჩემ დას და ჩემ ძმას სათამაშოები. ამ დროისთვის ეს არის ჩემი ბოლო საჩუქარი. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი ლამაზი სახლი. ჩემი ოცნების სახლი ასეთი წარმომიდგენია. უნდა იყოს 2 სართულიანი, კონდეს დუშკაბინა, კონდეს აუზი, კონდეს გამწვანებული ეზო და კონდეს გარაჟი. გარაჟში მეყოლება 2 მანქანა, წითელი მერსედესი და ყვითელი ფოლკსვაგენი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი მყავს, კარგი თანაკლასელები მყავს, კარგი ხელოვნების მასწავლებელი მყავს, კარგი სტადიონი მაქვს, კარგი ბუფეტი მაქვს, კარგი დაბლაგებელი მყავს და კარგი დირექტორი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ემილი კილაძე. ყველაზე ცალკეა თეოდორე ფუტკარაძე. ყველაზე ჭკვიანია ანა კამკია. ყველაზე მშვიდია დათა მალაღმაძე. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, ნიჭიერი და სიმპათიური. ერთი გოგო კი მომწონს, მაგრამ ჯერ შეყვარებული არაა. თვალს რომ მოვიყვარ, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვევ ალექსანდრეს, დემეტრეს, ნატალის და ალექსანდრას. ჩემ ცოლს დავარქვევ ქეთის. ჩემი საყვარელი საგანია ფიზიკა, მაგრამ ჯერ არ ვსწავლობ და მაინც ვიცი. საყვარელი მასწავლებელია ცირა აბაშიძე. ის არის ძალიან გონიერი, ფრთხილი, მოყვარული და ცნობის მოყვარე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მეცნიერ ფიზიკოსი. ასე იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მიყვარს მეცნიერება, მათემატიკა და ფიზიკა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი და შემდეგ პრეზიდენტი. ახლა მინდა ვიყო 11 წლის, იმიტომ რომ ვიქნები ზრდასრული და მექნება ჩემი ოთახი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 3 თვე ვცეკვავ ანსამბლ აისში. მე მინდოდა ცეკვაზე შესვლა.
უფრო ძირითადად დედას უნდოდა და შემდეგ მეც შემიყვარდა. მახსოვს პირველი დღე აიზში რომ მივედი, არავის არ ვიცნობდი და ვნერვიულობდი. იქ დადიოდა ჩემი მეგობარი, ერთი გოგო და ერთი ბიჭი და იმიტომ შევედი ცეკვაზე. ახლა ყველა გავიცანი და ბევრთან დავმეგობდი. აიზში ჩემი მასწავლებელია ნინო ტუღუში. ის არის მომთმენი, მხიარული და მოსიყვარულე. ჩემი საყვარელი ცეკვებია კინტაური და განდაგანა. საყვარელი ილეთია ეს. ჯერ კონცერტი არ მქონია და შეიძლება ზაფხულში წავიდეთ ბაკურიანში შეკრებაზე. ცეკვაში ძნელი არის ცერებზე დგომა და ადვილი არის სორდაკვრითი. ცერებზე აიწევი, ასე ცერებზე აიწევი 1 2 3 4 1 2 3 4. ბიჭები და გოგოები პატარების ჯგუფში ერთად ცეკვავთ და შემდეგ ცალ-ცალკე ვიქნებით. ჩემი აზრით გოგოები უფრო კარგად ცეკვავენ, იმიტომ რომ გოგოები მაგრად არ ტყამენ ფეხს და ბიჭები ბალერინასავით ვარტყამთ ფეხს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი დაიკო, ჩემი ძამიკო, ბებია, ბაბუა. მეტი და ძმა იმიტომ არ მინდა რომ ტვინს შემიჭამენ და ბევრს იცელქებენ. ჩემი და არის 5 წლის და ქვია ლილე. ლილე არის პრანჭია, ცელქი, მხიარული, მოუსვენარი. ძმა არის 2 წლის და ქვია ვაჩე. ვაჩე არის ცელქი, მოუსვენარი, ყირაზე გადაყავს მთელი სახლი. ჩემი აზრით გამოვა ლილე პარიკმახერი, იმიტომ რომ ძალიან უყვარს პრანჭვა. ვაჩე გამოვა ბოქსიორი, იმიტომ რომ ის ყველას გვიგებს ჩხუბში. მამიკო არის მხიარული, ჩვენ სულ გვეთამაშება. კიდევ არის ცნობის მოყვარე, ყველაფერი აინტერესებს. ძალიან უყვარს დედიკო და სულ კარგ სიტყვებს ეუბნება. მაგალითად, ჩემო სიყვარულო, როგორ ხარ? დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, ჩემდასნაირი, კიდევ ცნობის მოყვარე და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ტოსტები. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ჰამბურგერი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს მაფინებს. ძალიან მიყვარს კითხვა და მაქვს 2 საყვარელი წიგნი. პინოქიოს თავგადასავალი და ვეფხის წყალსანი. კითხვა შემაყვარა მამიდამ. მამიდა სახლში სულ იყო ბიბლიოთეკა და იქ ყველა წიგნს ვიღებდი და ვკითხულობდი. ჩემი მამიდა არის სოფო ბოლქვაძე. მე რომ მწერალი ვიყო დავწერდი იგავარაგებს. ჩემი საყვარელი მულტფილმია ცელქი მაიმუნები და მოგზაური მაიმუნები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ამ ქალაქს ვაქცევდი კანფეტების ქალაქად. სამოგზაუროდ მინდა წავიდე ლაპლანდიაში. იმიტომ მინდა რომ იქ გაგვასეირნებენ ირმებით, თოვლია და თოვლის ბაბუა არის იქ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს კეთილი ჯადოქრის სუპერძალა. ყველაფერს გავამწვანებდი და ადამიანებს გადავაქცევდი კეთილად. ბოროტი ადამიანი იმიტომ არსებობს, რომ მას არ სჯერა ღმერთის და არ სჯერა ღმერთის სუპერძალის. ჩემი აზრით ბევრია ბოროტი ადამიანი და ცოტა კეთილი. ასე იმიტომ მგონია, რომ ყველა ქუჩაში ცუდად იქცევა, ანაგვიანებენ და არ უყვართ დედამიწა. შემდეგ მონაწილებს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი ყველაზე კარგი თვისება? მაგალითად, ჩემი ყველაზე კარგი თვისება ადამიანის გახარება. გამოსასწორებელი მაქვს ფრჩხილების ჭამის თვისება და ძალიან მინდა რომ გამოვასწორო. ბედნიერება არის ადამიანის გახარება, სიკეთე, საჩუქრის ჩუქება და ცუდად რომ არ მოვიქცენ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.